Სხვადასხვა ChatGPT ძალიან დიდი ჰაიპი მოიტანა, ძალიან დაგვეხმარა. რობოტმა უნდა შეძლოს საუბარი ვიწრო კონტექსტში, რომელიც ეხება ამ კომპანიას. და ამ ვიწრო კონტექსტში უნდა შეძლოს საუბრის წარმოება. მაგრამ როცა შენ გჭირდება ბიზნეს ლოგიკა, შეერთება კომპანიის შიდა სისტემებთან, აი აქ იწყება უკვე პრობლემები. Google ზოგადად ცნობილია იმით, რომ ძალიან ბევრ fake-ს აკეთებს. ჩვენ კიდე გავაკეთეთ პირველი რობოტი, რომელიც ქართულად ლაპარაკობდა. ანუ რეალურად კოსმონავტები ვართ. ანუ ადამიანები, ვისაც არ მოუნდება მუშაობაში, ყველანი გახდება რაღაც TikTok ინფლუენსერები ან ტაქსისტები გაქრებიან საერთოდ. მე არ ვარ სემ ალტმანი და ქალნეია არ არის OpenAI. ვერც ერთი ხელოვნური ინტელექტი, ვერც ერთი გენერაციული მოდელი ახლოსაც ვერ მოდის ადამიანის ინტელექტთან. აქ ვებოს თუ ურეკავს AI და ეუბნება რომ შენ შვილიშვილი ვარო და ჩამერია 100 ლარი. მოგესალმებით, გიბრუნდებით შემდეგი ეპიზოდით. დღევანდელი თემა ჩვენი, რა თქმა უნდა, AI-ს შეეხება. მოგესალმებით ყოველდღიურობა თითქმის გადაივსო AI პროდუქტებით, AI ვიდეოებით, AI სოციმედია კამპანიებით და ასე შემდეგ. და სხვანაირად არ გამოვიდოდა ამ თემას რომ არ შევხებოდით, კიდევ და კიდევ არ გაგვეშალა ეს თემა და დღევანდელი ჩვენი სტუმარი იქნება ირაკლი ბესელიძე, ქალენ AI-ის დამფუძნებელი. პირველ რიგში ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო. შენი ძალიან კარგი წამოწყებები ვნახე ამ ბოლო დროს და ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც გამიშვა სრულიად შენთან პოდკასტში ჩამეწერა ეს არის. მაგრამ სამუშაოდ მაგამდე მივიდოდეთ, მანამდე მინდა ზოგადად დავიწყოთ შენი ბავშვობით, პირობითად და შენი პროფესიული განვითარებით, როგორ მიხვედი AI იმდე, და შენი კომპანია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია, რომელიც AI პროდუქტებს ქმნის მრავალი წლის განმავლობაში, ხო? აი მაგამდეც რომ მივიდეთ და მე გავშალოთ უკვე თემები. კი ბატონო, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და შესაძლებლობისთვის, რომ ვისაუბროთ AI-ზე, ქალენ AI-ზე და ზოგადად განვითარებაზე ამ მიმართულებით. მე დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ანუ ჩემი პროფესია არის მარკეტინგის მიმართულებით. მე დავიწყე მუშაობა რეკლამაში 1997 წელს. მაშინ AI კი არა, ინტერნეტი არ მქონდა სამსახურში, ოფისში და შესაბამისად, მახსოვს რეკლამას, რომ მე მუშაობდი, მე ვიყავი მედია ბაიერი, ვანთავსებდი რეკლამას ტელევიზიაში და ფაქსით ვაგზავნიდი მედია პლანებს, კომპიუტერი არ მქონდა და იმეილი არ მქონდა. შესაბამისად, ესეთი დრო იყო მაშინ და სამსახური ვიპოვე, ყველას გაუკვირდება ახლა, ესე იგი განცხადება გაზეთში გამოვაქვეყნე განცხადება და მე ჩემმა იმან მიპოვა, რა ქვია, დამსაქმებელმა ამ გზით. ეხლა ესეთი, რა ვიცი, ესეთი რაღაცა არ ხდება. ესე იგი, როგორ მოხდა ისე რომ მოხდი AI-ში, ხო? ხალხი იფიქრებს, რომ თან მე არ ვარ ტექ ტიპი, არ ვარ დეველოპერი, კოდი არ ვიცი, ზოგადად არანაირი კავშირი AI-სთან არ უნდა მქონდეს, მაგრამ რეალურად მარკეტინგი, ეს რა არის მარკეტინგის არსი? მარკეტინგის არსი არის ღირებულების შექმნა მომხმარებლისთვის მესიჯინგით. შენ რაღაც ლოგოს ან სლოგანს იგონებ, არ ვიცი, just do it. სათქმეს მოკლედ. და ამით ქმნი, შენი მესიჯინგით ქმნი ღირებულებას მომხმარებლისთვის. და ზოგადად 15 წელი ვიყავი მარკეტინგში, ჩემი კომპანიაც მქონდა, მაგრამ ამ ბოლო დროს ეს მოხდა, ვიცი, 12-13 წელში, როცა მარკეტინგმა დაიწყო რაღაც სერიოზული ძურები დაიწყო, იმიტომ რომ უკვე კლასიკური რეკლამა, სატელევიზიო რეკლამა, რადიო რეკლამა და ეს ყველაფერი უკვე გასაგები იყო, რომ აღარ იმუშავებს და ხალხი უკვე ეძებდა ონლაინ, ყველა გადადიოდა ონლაინში, სოციალურ ქსელებში, ხო, SEO და რა ვიცი, ეს კლიკები იყო მთავარი, ესე იგი, თემა, რაზეც ყველა საუბრობდა და მოკლედ მე მივხვდი, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება დიდად უკვე არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ რაღაცა კარგი შევამათავისებდა ჩემი კლიენტისთვის. და შესაბამისად მე დავიწყე უკვე ფიქრი რაღაც სხვა თემებზე, ონლაინზე და მე ჩემი კომპანია დავხურე და დავიწყე ავიღე საბათიკალი ერთი წლით ვაპირებდი რაღაც დასვენებას, წიგნის დაწერას, რაღაც რუტინას რომ მოუშორებულიყავი და რაღაცა ახალი იდეები მომსლოდა ამ დროს, რა ვიცი, დაოჯახდი, შვილი გამიშთა და მოკლედ მეორე შვილი და მოკლედ ეს ყველაფერი 3 წლით გაიწელა. და 2017 წელს მაშინ ჩატბოტები იყო ჰაიპზე და ჩატბოტებზე დავიწყე და როგორ გადავედი, ესე იგი, ჩატბოტი რა არის? ზოგადად მარკეტინგის
არსი არის one to many, ანუ შენ ბევრ ადამიანს, ბევრ მომხმარებელს აწვდი ინფორმაციას. და ეს ინფორმაცია არის ზოგადი ყველა ამ აქვია მაგას სამიზნე აუდიტორიის ინსაიტებზე მორგებული, ხო? ჩატბოტის იდეა არის ის, რომ შენ შეგიძლია პერსონალური კომუნიკაცია აწარმოო იმავე სამიზნე აუდიტორიასთან, ანუ პერსონალურად დაელაპარაკო მას მისი პრობლემის შესახებ და რაღაც ზოგადი სლოგანებით. ანუ აქ არ არის საუბარი Facebook-ზე ჩაშენებულ ჩატბოტზე? თუ ანუ ესე დავიწყეთ ჩვენ Facebook-ზე ჩაშენებულ ჩატბოტზე, ეს იყო 2017 წელს, მაშინ ხელოვნური ინტელექტი არ ვიცოდი საერთოდ რა იყო, მაგრამ ანუ ვემსახურებოდ ძირთად ამერიკაში კომპანიებს და ჩვენ მივხვდით, რომ ანუ ეს არ მუშაობდა, იმიტომ რომ ეს რაღაც ღილაკებზე დაყნობით რაღაცა. თუ ეს კითხვა დაინტერესებს დააკლიკე ამას. დააჭირე ამას და ანუ ადამიანი რომელიც შემოდის მესენჯერში, ელოდება რომ კითხვას დაგისვამს და უპასუხებ, ხო? და ანუ ყველა კითხვაზე პასუხები არ ქონდა. არ ქონდა კი არა, ალბათ ვერ ვიგებდით რა უნდა და მომხმარებელს. და ჩვენ დავიწყეთ რაღაც მარტივი machine learning სისტემებით, რომ გაგვეგო რა უნდა მომხმარებელს და უკვე რელევანტური პასუხი გაგვეცა მისთვის, ანუ მომხმარებლის უბრალოდ გაგება უკვე გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ რაღაც პერსონალიზაცია კომუნიკაციის მოვახდინოთ. და მოგეთ 2019 წელს ჩვენ უკვე გადავედით ამ AI-ზე, მაშინ ანუ ChatGPT არაფერი მსგავსი არ იყო, ხალხმა არ იცოდა რა არის AI. და დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა, გადავით მე voice-ზე, ანუ voice-შიც გავაკეთე. ამერიკაში ყავდა რამოდენიმე მაგარი კლიენტი, ძალიან მაგარი ჩატბოტები გავაკეთეთ მათთვის. და მე უკვე ვიფიქრეთ, რომ ანუ რაღაც SaaS-ის მსგავსი რაღაც სერვისი გაგვეკეთებინა, ანუ ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც მე დავუშვი. ანუ ჩემი იდეა იყო ის, რომ აი მაგალითად მასაჟისტი, ამერიკელი მასაჟისტი აკეთებს მასაჟს, კლიენტი ურეკავს, ყურმილს ვერ იღებს, იმიტომ რომ დაკავებულია და ფულს კარგავს. და ან ჩვენ შემოთავაზება იყო $50 თვეში, ესე იგი voice assistant, რომელიც ყურმილს აიღებს, ყველა კითხვაზე პასუხს გასცემს, რა ღირს, სათხარ, რაღაც და ჩაგიწერს პირდაპირ Google კალენდარში, ესე იგი მასაჟის სესიას. იმ ხანგრძლივობის მიხედვით და იმ ხელმისაწვდომობის მიხედვით, ანუ ხედავს AI ყველაფერს რამდენად დაკავებულია შილკალენდარში და პირდაპირ თავისუფალ მასში ჩაგიწერს. მოკლედ, ანუ ჩემი იდეა იყო, რომ ეს გავაკეთეთ, ესე იგი მასაჟისტებისთვის, ოჯახის ექიმებისთვის, აუცილებლად ბევრი სხვადასხვა ადვოკატებისთვის და ასე შემდეგ და გავუშვი ამერიკაში კამპანია, ან დავხარჯე რაღაც $10,000 ამ რეკლამაში. მაგრამ პრობლემა იყო იმაში, რომ არავის არ სჯეროდა რეალურად. ანუ შევდიოდი, ანუ კოლებზე შევდიოდი პირდაპირ მასაჟისტთან, შევდივარ კოლზე. მასაჟისტი მიყვება ზუსტად ამ პრობლემას, რაც მე მოვყევი ახლა, რომ მასაჟს ვაკეთებ, მირეკავენ ტიპები, ყურმილს ვერ ვიღებ და ვკარგავ ფულს, იმიტომ რომ სხვებს ურეკავენ ისინი. და მოკლედ მე ვუხსნი, რომ ანუ ჩვენ გვაქვს ამ პრობლემის მოგვარების გზა, შეგვიძლია გავაკეთოთ პირველი თვე არის უფასო $50 თვეში. და ანუ ადამიანები მიყურებენ ესე და მეუბნებიან სატელეფონო ზარებზე შენ უპასუხებ, ხო? ანუ ეგეთი კითხვები ქონდა. მეორე ხარჯი ვიღაც იჯდება? ხო, ანუ ყველა 50% ვით შემოდიოდა, ანუ ჩვენ მივხვდით, რომ ანუ რაღაც კლიენტები დავაონბორდინგეთ. დღემდე მუშაობს რამოდენიმე ათეული კლიენტი ამ ჩვენი იმით, რა ქვია, ძველი framework-ით. $50 გვიხდია თვეში და ეს არის წამგებიანი სრულიად. და მოკლედ, ანუ მე მივხვდი, რომ მაგრამ სამაგიეროდ კოლზე შემოვიდა ჩვენ ოჯახის ექიმის დემო რო გავაკეთეთ, დემო არის რეკავს ადამიანი, ელაპარაკება, ჩვენ ეგეთი ბევრი დემო გქონდა დადებული, რა ვიცი 2020 წელს და 21 წელს, მაშინ ეს დემოები ვაფშე არ არსებობდა, ეხლა ყველა აკეთებს ამას YouTube-ზე. და შემოვიდა რამოდენიმე უმსხვილესი, ესე იგი სამედიცინო კლინიკების ქსელების top management-ი ჩემთან კოლზე. აი ამერიკულზე აქვს. ამერიკულზე არის საუბარი, ანუ რაღაც 20-30 დიდი საავადმყოფო რო აქვს ამერიკაში. ეგეთი ორი ქსელი შემოვიდა ჩემთან. და ჩვენ გვაინტერესებს ეგ თემაო და იმიტომ რომ ანუ front desk-ი როგორ მუშაობს, front desk-ი, ესე იგი შემოდის ნაკადი, ადამიანებს ემსახურებიან, ვით შემოდის და ამავე დროს პასუხობენ ზარს. ხო და ანუ როცა დიდი ნაკადია, ზარს არ პასუხობენ. შესაბამისად ფული იკარგება, ხო? და უბრალოდ რამოდენიმე პრობლემა იყო. პირველი პრობლემა იყო ის და ეს ყოველთვის არის პრობლემა, სხვათა შორის, როცა ჩვენ AI-ის დანერგვაზე ვსაუბრობთ და ეს მე ეხლაც გვაქვს ეს პრობლემა და ყოველთვის იქნება, ეს არის კომპანიის შიდა სისტემები.
იმიტომ რომ იმისთვის რომ რეალური სერვისი მიაწოდო კომპანიას უკვე პროდუქტზე გადავედი რა ლევანდელ. წვებაც უნდა მქონდეს ბაზებთან, ხო? ჯავშნის და მთელი ამბავი. უნდა კონდეს ინტეგრაცია. რეალურად AI არის ინტერფეისი, ეს არის bla bla bla, უბრალოდ ლაპარაკობს. მაგრამ უბრალოდ ლაპარაკია ChatGPT-ს API შეუერთე ახლა და დაელაპარაკე და დაგელაპარაკება, ანუ გიპასუხებს, მაგრამ როცა შენ გჭირდება ბიზნეს ლოგიკა, შეერთება კომპანიის შიდა სისტემებთან, აი აქ იწყება უკვე პრობლემები. იმიტომ რომ და ამაზე შეგვიძლია მე ვილაპარაკოთ უკვე გადავიდეთ ამაზე. მოკლედ ამ სარეკლამო კამპანიის შედეგად რომ მე დავკარგე უამრავი ფული, მე მივხვდი რომ ანუ $50 სერვისს არანაირი აზრი არ აქვს. და ჩვენ უნდა გადავიდეთ მსხვილ კომპანიებზე. იმიტომ რომ მსხვილ კომპანიებს მართლა აქვთ პრობლემა. ისინი რეალურად კარგავენ ფულს და ჩვენ შეგვიძლია რომ მოუგვაროთ ეს პრობლემა და ამ პრობლემის მოგვარებაში ისინი მზად არიან გადაიხადონ ფული ეგრევე. ანუ ყოველი კლიენტის onboarding-ი თუ $50 კლიენტის onboarding-ი მიჯდებოდა $250 და ეს 5 თვე უნდა დაველოდო. ესე იგი ყოველ კლიენტზე მე ვკარგავდი $200 რეალურად. აქ პირიქით, ანუ ერთი კლიენტს დააონბორდინგებ და ის გადაგიხდის თანხას, რომელიც უკვე cash flow-ს გაძლევს და შეგვიძლია რეალურად ბიზნესი აწარმოო და ხალხი დაიქირავო და იმუშაო, ხო? იმიტომ რომ უფულოდ არავინ არ იმუშავებს. შესაბამისად, ანუ რაღაც მეტნაკლებად ეკონომიკურად მდგრადი ბიზნესი. ხო. და აქედან გამომდინარე და ამერიკაში, რა თქმა უნდა, საინტერესო იყო, მაგრამ რეალურად ანუ მე ვფიქრობდი რომ საქართველოში იქნებოდა უფრო საინტერესო, იმიტომ რომ საქართველოში რეალურად უფრო მარტივი არის. რა AI-ს აკეთებ, ანუ ჩვენ რო AI გავაკეთეთ, voice assistant-ი და ასე შემდეგ, ყველა ტელევიზიაში ვიყავით რეალურად 2022 წელს. ChatGPT არის ყო მაშინ. კი, სხვა შორის მე მაშინ გაგიცანი და მაშინ ახე თუნდაც აი იუსტიციის ჯავშანზე იყო აქ საუბარი, ბანკი, გადარიცხვები და შემდეგ, ხო? ბევრი სისტემა გამოუშვი და მე შარშანდელ Google-ის AI-ს ანონს უყურე, სადაც საუბრობდა პიცის გამოძახებაზე. და შენ მანამდე გქონდა ეგ რაღაც 2 წლის წინ რაღაცა იგივე ლოგიკა აწყობილი უკვე, ხო? მუშაობ. თუნდაც იგივე ხა ჯავშანი ხა, მასაჟიდან ჯავშანი, იგივე ლოგიკაა, ზუსტად როგორც პიცის გამოძახება პრინციპში, ხო? იდენტური მეტნაკლებად. ხო, მეტნაკლებად, მაგრამ განსხვავებებიც არის, ხო? და იქ ჯავშანზეც იყო სხვა შორის ერთ-ერთ кейსად განიხილეს კიდევ ჯავშნების საპარკმახალოში ან სალონში და ეგეთ რაღაცა. კი. ანუ Google ზოგადად ცნობილია იმით, რომ ძალიან ბევრ fake-ს აკეთებს. რაც ანუ ჩვენთვის იყო ძალიან ისეთი რა, ანუ 2018 წელს Google Duplex-ის ძალიან მაგარი დემო იყო, ანუ მაგარი რა იყო, რომ რობოტი საუბრობდა ესე, და ხალხი ამაზე აპლოდისმენტებს უკრავდა და მოკლედ, ანუ მე და მაია, ჩემი co-founderi, ესე იგი ჩვენ ჩაუჯექით ამ დემოს და ანუ იმდენი შეცდომა იყო იმ დემოში, ანუ ვინც ამას აკეთებს, ანუ შენ ეგრევე ჩანს და ადამიანი რომელიც არ ერკვევიან, ისინი მათ არ იციან, რომ ეს შეცდომა არის და ამიტომ ეს ამ დემოების გაკეთებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ დემო ვერ არ გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დაინახო რა ხდება უკან. და მთავარი ყველაფერი არის აწყობილი უკან, მთელი ბიზნეს ლოგიკა და ყველაფერი. მან მათი გაცვლები რა თქმა უნდა მარკეტინგულია, ჩვენაირი ხალხს პირობითად ვინც მაგ ტექნოლოგიაში თავის ძოზე ვერ ერკვევა რა. კი, არა, ისინი ძალიან ამას, ხო შეიძლება ChatGPT ძალიან დიდი ჰაიპი მოიტანა, ძალიან დაგვეხმარა. და ახლა განსაკუთრებით 22 წელს რო გამოვიდა, ხალხმა უკვე დაიწყო ფიქრი AI-ზე. და ანუ კლიენტები თვითონ გვიკავშირდებოდნენ. ეხლა საერთოდ ძალიან დიდი მოთხოვნა არის AI-ში, უკვე ყველა ხვდება რომ ეს მუშაობს, იმიტომ რომ იქამდე ძალიან დიდი რისკები იყო, არდისთან რო დავიწყეთ ჩვენ თანამშრომლობა. 2022 წლის დეკემბერში დავიწყეთ შეხვედრები, 23 წლის მარტში კონტრაქტი გავაფორმეთ, 3 წლიანი და ანუ მაშინ არავინ არ იცოდა იმუშავებს ეს თუ არა. არიან ესეთი კომპანიები საქართველოში, როგორც არდი, რომლებიც ფიქრობენ იმაზე, რომ ანუ რაღაცა რისკის ფასათაც შექმნან რაღაცა ისეთი მომსახურება და სერვისი მომხმარებლისთვის, რომელიც ანუ იქნება ძალიან განსხვავებული და უფრო მაღალი ხარისხის. და მე პირადად ძალიან მიხარია, რომ ესეთი კომპანიები საქართველოშიც არის. იმიტომ რომ ანუ ჩვენ რო დავიწყეთ ამაზე მუშაობა, არავინ არ იცოდა იმ მუშაობას, თუმცა მთავარი შიში რაც ჰქონდა იყო ის, რომ ანუ ქართველები დაელაპარაკებიან რობოტს საერთოდ. ანუ რობოტი რო იღებს ყურმილს, დღემდე ხდება ხოლმე. ხდებიან მაგას. კი. რობოტია და რა უნდა უთხრა? ანუ ეგეთი ზოგიერთი რეკავს მაგალითად და ეკითხება ცოლი მღალატობს თუ არა. ანუ ძალიან საინტერესო საუბრები არის ხოლმე რა, ცოტა არარელევანტური, მაგრამ საინტერესო და
ამან იმუშავა, გაამართლა რეალურად რაც ჩვენთვის იყო ძალიან დიდი შვება, იმიტომ რომ ქართული ენა ძალიან რთული არის ზოგადად როგორც ენა, როგორც ასეთი რთულია, მაგრამ განსაკუთრებით რთულია იმ კუთხით, რომ არანაირი ინფრასტრუქტურა, დატა-სეტები და ასე შემდეგ, რაც AI-ისთვის საჭირო არის, მაგრამ არის ძალიან მწირი, საკმარისი არ არის, ხო. ხო და ანუ რაც პირობითად ვამბობ, აი ერთი ტოკენი არის დაახლოებით 4 ან 5 ASO ინგლისური. და ანუ 4 ან 5 ქართული ASO არის დაახლოებით 16 ტოკენი. ანუ 4-ჯერ უფრო მეტი ტოკენი მიაქვს ყოველ ერთ ASO-ს, ანუ რო დააგენეროს სიტყვა. შესაბამისად, ანუ ღირს 4-ჯერ უფრო ძვირი რეალურად AI ქართულ ენაზე. ChatGPT შემთხვევაში ეგრეა, ნეტა. ანუ ნებისმიერ ტოკენი, ო, მაშინ მაგრად ვაწორი. ხო, ანუ ეს პირველი. მეორე პრობლემა არის ის, რომ ესე იგი, რადგან 4-ჯერ მეტი ტოკენი უფრო ნელა მუშაობს, ანუ სისწრაფეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. მესამე არის ის, რომ ანუ უფრო მეტი შეცდომა არის. ხო, იმიტომ რომ ალგორითმი ისე იდეალურად ქართულად არ მუშაობს. მან თარგმანი ხდება? თარგმანი არ ხდება, პირდაპირ ის. თარგმანი არ ხდება, პირდაპირ აგენერებს ხო, ქართულად. მეგონა რომ თავიდან როცა შემოვარ და იყო თარგმანი რაღაცა translate-ი ქონდა შუამავლად რაღაც მომენტში. რაღაც მომენტში იყო ესე, კი, მაგრამ ეხლა აგენერებს რეალურად ქართულად პირდაპირ. მაგრამ ანუ შეცდომის ალბათობა უფრო დიდია, იმიტომ რომ ანუ ალგორითმი, ანუ გენერაციული AI როგორ მუშაობს, არის დატა-სეტი რეალურად მონაცემები, ანუ დიდი რაოდენობის ტექსტი და არის ალგორითმი, რომელიც აგენერებს ყველაზე დიდი ალბათობით მომდევნო ტოკენს. ანუ ტოკენი არის 3-4 ASO ინგლისურად, ხო? ქართულად 1-2, ანუ რეალურად ესეა. და აქედან გამომდინარე, ანუ რადგან ტექნოლოგია ესე მუშაობს, ანუ 4-ის ნაცვლად 1 ან 2 ASO შესაბამისად შეცდომის ალბათობა არის უფრო მაღალი. აქედან გამომდინარე error handling-ის კუთხით, ანუ ჩვენ რეალურად ვაწყობთ სასაუბრო აპლიკაციას. სასაუბრო აპლიკაცია არის მობილური აპლიკაცია, სადაც შენ ანუ აჭერა ვიცი ღილაკებს, მენიუებს ირჩევ და ესე იღებ სერვისს, ხო, მაგალითად, სანამ Bolt-ი გამოჩნდებოდა ან Uber-ი, ადამიანები რეკავდნენ და ამბობდნენ გამომიძახე ტაქსი, ამის სამარძე ვარ. ანუ ეს იყო სასაუბრო ინტერფეისი, იქით ამ მხრიდან, ესე იგი, ელაპარაკებოდა ოპერატორი, რომელიც ამ ჯავშანს იღება, მე შეყავდა ეს სისტემაში, ან რაციით უკავშირდებოდა და ეძებდა თვითონ ძღოლებს. ხო, ანუ ეს იყო ხელით ყველაფერი კეთდებოდა იქით ამ მხრიდან. მაგრამ ეხლა Bolt-ის გამოყენებით, ანუ ეს ყველაფერი ორი ღილაკი და Google Maps-ზე პინი. ანუ სასაუბრო ინტერფეისი, ანუ ინტერფეისის მხარეს გულისხმობ, იქით ამ მხარე რა თქმა უნდა ყველაფერი ავტომატიზირებული რაც შეეხება პოვნას და ასე შემდეგ, მაგრამ აი მე ინტერფეისის მხარეს გულისხმობ, ინტერფეისი ეს საუბარი ჩანაცვლა ღილაკებით და მენიუებით და უნდა შეიყვანო მისამართი. ამით ჩანაცვლდა. ჩვენ რას ვაკეთებ? იმიტომ რომ რადგან საუბარი არის ყველაზე ბუნებრივი ინტერფეისი ნებისმიერ ადამიანისთვის, რა ვიცი, 6 წლის ბავშვს უთხარია გამოიძახე ტაქსი, მისამართი აქ ვარ, დარეკავს და გამოიძახებს, ხო, მარტივად. არა, Uber-ი რომ ისე გაუჭირდება გამოყენება. ზუსტად იგივე არის ხანში წესული ადამიანები, მათაც უჭირთ გრაფიკული ინტერფეისის გამოყენება, იმიტომ რომ მაგრამ გეტყვიან მობილზე სად ხარ და სად მიდის პირობი და სად უნდა რომ მივიდეს. ანუ არაბუნებრივი არის ეს ღილაკებით ის. ბევრი ადამიანი უსაც ეს ურჩევნია, მაგრამ ყველა ვარიანტში ზარების რაოდენობა არის ძალიან დიდი და მიწერების, იმიტომ რომ ადამიანებისთვის მარტივია რომ კითხავ და აუსვო კითხავს და მიპასუხებენ. ხო და აქედან გამომდინარე, რადგან ჩვენ ვაწყობთ ამ სასაუბრო ინტერფეისს და ჩვენ ვიცით რომ ან არასწორით იგებს, როცა მომხმარებელი წერს, ან არასწორით აგენერებს პასუხი, ანუ ბევრი ერორი არის და შეცდომა არის, რომელიც ინგლისურ ენაში არ არის. და ამის ყველაფრის ჰენდლინგი გვიწევს და ამ შესაბამისად დეველოპმენტიც უფრო რთულია. ანუ უფრო ნელია. უფრო ძვირია usage-ს გულისხმობ, ანუ ყოველი ისა რა ქვია, ნებისმიერი საუბარი ან სიტყვა ქართულად არის უფრო ძვირი ვიდრე ინგლისურად და development-იც უფრო დიდხანს უწევს და უფრო ძვირია. და საქართველოს ბაზარი ხო იცით, ანუ აქ არავინ თანხებს არ იხდის development-ში. შესაბამისად, ანუ მაგ კუთხით რა თქმა უნდა ხო, ანუ იდეალური არ არის ჩვენთვის გარემო, მაგრამ ჩვენ ამაზე არ ვწუწუნებთ. და ანუ ვცდილობთ რომ ამ რეალობაში რომელიც გვაქვს გავაკეთოთ ის რის გაკეთებაც არის შესაძლებელი და ვფიქრობ რომ ჩვენ კარგად გამოვგდის ეს
კი, მან შენ თქვენს კომპანიას სუადევნებ რა თვალს რა ქართულ ინგლისური ენოვანი ვიდეოები და რაღაცები ბევრი კიდევ მათ შორის YouTube-ზეც და იქაც ვაკვირდებოდი. პარალელურ რეჟიმში ქართულთან ერთად უცხოურ ბაზარზეც მუშაობთ სხვა მიმართულებით? კი, 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 იმ $50 კლიენტების კი, გარდა. ანუ ჩვენ გვყავს ამერიკული კლიენტებიც, რომლებთანაც დღემდე თანამშრომლობთ. თუმცა ისინი უკვე დიდი ხანი ყავს დაონბორდინგებული და ანუ მუშაობენ, ანუ კითხვები იქ არ არის და როცა ვთავაზობთ მაგალითად upgrades, იმიტომ რომ ისინი მუშაობენ machine learning სისტემებზე, ძველ სისტემებზე, ChatGPT, OpenAI და ეს გენერაციული AI საერთოდ არ იყო. ჩვენ მქონდა აწყობილია მაგალითად არდის ასისტენტი. იმისთვის რომ უბრალოდ აუხსნა, რამდენად რთული არის ეს სისტემა. ესე იგი, რობოტმა უნდა შეძლოს საუბარი ვიწრო კონტექსტში, რომელიც ეხება ამ კომპანიას და ამ ვიწრო კონტექსტში უნდა შეძლოს საუბრის წარმოება. ამ საუბარში და იმ პასუხებში, რომელიც წინასწარ არის გაწერილი არდიანა 1.0-ში, ჩვენ ახლა ჩავუშვით 2.0 უკვე გენერაციულ AI-ზე დაფუძნებული. 1.0-ში გაწერილი ქონდა წინასწარ 16,000 პასუხი. 16,000 პასუხი ყოველი იმისთვის რა ქვია, კითხვისთვის არა. ანუ კითხვა შეიძლება იყოს დინამიური, მაგალითად ერთი და იგივე ვარიაციები ქონათ კითხვის ხო ფორმები? ანუ ვარიაციებში არ არის მხოლოდ საქმე. მაგალითად შეიძლება შემოვიდეს კითხვა 4 შაბათს თუ არის ოჯახის ექიმი. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ანუ ოჯახის ექიმთან უნდა ვიზიტის დაჭერა. ანუ ერთი და იგივე რაღაცის თქმა შეიძლება რაღაცები. ასევე მაგალითად, ოკეი, მინდა ჩაწერა მაგალითად ექიმ გიორგი ჯაფარიძესთან. და რობოტმა ხომ უნდა უპასუხოს, რობოტი პასუხობს სიამოვნებით დაგეხმარებით ექიმ გიორგი ჯაფარიძესთან კონსულტაციის ანუ ეს დინამიური მომენტები ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული. შესაბამისად, ანუ პასუხები იყო დინამიური, აქედან გამომდინარე, ანუ 16,000 პასუხი, ყველა პასუხს აქვს თავისი კონდიშენი. ანუ ეს ყველაფერი ჯერ უნდა დაგვეწერა პასუხები. მე ეგ დინამიური ველები გაგვეკეთებინა და მე ყველა ამ პასუხისთვის გაგვეწერა თავისი შესაბამისი კონდიშენი. რა შემთხვევაში უნდა გაეცეს ეს პასუხი. ანუ ეს იყო წარმოუდგენელი სირთულის სისტემა. ანუ ეხლა უფრო მარტივი არის ეს ყველაფერი და ეს ყველაფერი მუშაობდა. წარმოუდგენელი რაღაც არის ხა მაგრაუდენობის საუბარი. მე თვითონ რაღაცებს მაიმუნობდი Facebook-ზე, chat-bots ვასწავლიდი ხოლმე. მაგალითად, როგორ ხარს რო გწერს, მომხმარებელი შეიძლება როგორ ხარის მაგივად, როგორ ანუ ბოლო სიტყვები რო არ დაამთავროს და მაგის ალბათობას რო წერდი ხოლმე, აი მარტო როგორ ხარის. გამომდიოდა ხოლმე 100. იმიტომ ლათინური, ქართული 100 შეგეშალა გადაანაცვლე, კითხვის ნიშანი დააკელი ბოლოში, ანუ აი მარტო ამ წინადებაზე 100, ეგეც მე მგონია რომ ბოლომდე არ ვქენი რა ვიზარმაცი რაღაცეები, მაგრამ ხა წარმოუდგენელია რომ ყველა კითხვაზე ამდენი პასუხის დაგენერირება, ну წარმოუდგენელი შრომა არის რა. ყველაზე რთული არის როცა ხდება ინტეგრაცია კომპანიისში და სისტემებთან. ანუ ეს არის ყველაზე რთული, იმიტომ რომ ანუ ჩვენ რეალურად ანუ კომპანიაში მაგის ინტერფეისს თქვენ აწყობთ თუ შუამავალი რაღაცას იყენებთ? ანუ API კოლებით ხდება, ანუ API-ის მეშვეობით ხდება შიდა სისტემაში მოთხოვნის გაგზავნა და ის გვიბრუნებს პასუხს. იმიტომ რომ ეს კიდე შეზღუდვა არის, ანუ ზოგადად როცა ჩვენ ვამბობთ enterprise-ებში და მსხვილ კომპანიებში AI-ის დანერგვაზე, აქ არის 4 ნაწილი რეალურად, 4 შემზღუდავი ფაქტორი, ხო? ანუ ამ 4 ფაქტორზე არის დამოკიდებული რამდენად კარგი და მუშა AI solution-ი გამოვა. 4 ფაქტორი, ანუ პირველი ფაქტორი ეს არის კომპანიის შიდა სისტემები და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ანუ რამდენად სწრაფად მუშაობს, რამდენად გამართულად არის, რამდენად აწყობილი არის ეს სერვისი, რომლის გამოტანა ჩვენ გვინდა მომხმარებელთან, ანუ რეალურად AI არის ინტერფეისი, ხო? ანუ ეს ნაწილი არის მნიშვნელოვანი. მეორე ნაწილი არის ბიზნეს ლოგიკა, ანუ რა ლოგიკით ხდება მომსახურება მომხმარებელს. ყველა კომპანიას თავისი ბიზნეს ლოგიკა აქვს. ანუ ეს უნდა მაგალითად თუ გინდა ოჯახის ექიმი ვიზიტი დაჩვენა, პირადი ნომერი უნდა მიკარნა, ხო მე შევამოწმო ამ ადამიანის, ანუ თავისი flow არის ყველა სერვისზე. ეს მეორე ნაწილი არის, მესამე ნაწილი ეს არის UX UI, ანუ ჩვენი მხარე, ჩვენ ვაწყობთ ის რომ მომხმარებელმა მიიღოს ეს სერვისი ამ ბიზნეს ლოგიკით. ოღონდ ისე რომ იყოს მისთვის მასზე მორგებული და მინიმალური ძალისხმევით მიიღოს ეს სერვისი. და მეოთხე შემზღუდავი ნაწილი ეს არის ბიუჯეტი. ანუ ეკონომიკური მხარე, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ მე არ ვარ Sam Altman-ი და Kalneia არ არის OpenAI. შესაბამისად, ანუ
ბევრ კომპანიას აქვს ისეთი მოლოდინი, რომ ჩვენ რა ვიცი $20 თვეში ავაწყობთ enterprise AI ავტომატიზაციას, რომელიც voice-ში ქართულად იმუშავებს, ყველაფერზე ექნება პასუხი, ისე რომ ანუ არანაირი ბიზნეს ლოგიკის მიწოდება არ ჭირდება, თვითონ გაერკვევა AI, როგორ და სად უნდა მოემსახუროს მომხმარებელს. ხო, ნუ რაც რეალობა არ არის. ხო, ნუ აქ $80 მეორის გაკეთება უნდა თქო, ხანდახან და აი მეორე ნაწილი არის ის არ ქვია, ამ შრომატევად საქმესთან ერთად რა. ერთი ან მე მე უყურებ სხვა კუთხით ხარ, რომ მე ვმაკეთებდი მაგ რაღაცებს, ჩემთვის რაღაცა აღმართოვებელია. გავჭედე. აღმაფრთოვანებელია. ჩემთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც ჩამოთვალე ხა და ამ სტეპების გავლა, მე საბოლოო პროდუქტის გამოშვება და მე შენი პროდუქტის მომხმარებელი უკმაყოფილია, ას მე მგონია ძალიან მაგარი შეგრძნებაა, ხო? ფანტასტიკურია, ანუ ჩვენო არდიანა 1-0 გავუშვით, ეს მოხდა 2 აგვისტოს 2023 წლის. ანუ მე დავწერე, რომ ეს არის ისტორიული დღე, იმიტომ რომ ჩვენ შვილიშვილებს მოუყვებით ამას, არდისო ამას ვეუბნები. არდისი ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენ გუნდისგან, ზოგადად მათ გარეშე ჩვენ ამას ვერ გავაკეთებდით და როცა ჩაუშვეს, მე ვთქვი, რომ ანუ ჩვენ შვილიშვილებს მოუყვებით, იმიტომ რომ ჩვენ შვილიშვილებისთვის ახლა რობოტთან ლაპარაკი არ იქნება არანაირი ის რა ქვია, მოვლენა, ნორმალური იქნება. მაგ გარემოში დაიბადებიან ჩვეულებრივად. ანუ და ჩვენ კიდე გავაკეთებთ პირველი რობოტი, რომელიც ქართულად ლაპარაკობდა. ანუ რეალურად კოსმონავტები ვართ მეთქი და ანუ ძალიან შედეგს როცა დებ, ეს არის რა თქმა უნდა ფანტასტიკური გზნობა, განსაკუთრებით ქართულად საქართველოში. ანუ ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ამას ვაკეთებთ. შეიძლება ფინანსური კუთხით ეს არ იყოს რაღაც და ყველა მეუბნება, ანუ აქ რას აკეთებ, წადი ამერიკაში, წადი იქ და ანუ ამაში არის რა თქმა უნდა. სიმართლე რომ იქ უნდა წახვიდე, იმიტომ რომ იქ უფრო მარტივი კლიენტები რო შემოდე, ამერიკელი კლიენტები მეუბნებიან $5,000 გადაგიხდიან ისე რომ არც ანუ ოკეი, ვცადოთ რა გამოვა თუ არა. რომს არ გამოვიდეს არაფერი. ხო, ანუ დიდი არაფერია. აქ $10,000 მზა პროდუქცია არავინ არ გადაგიხდის. ამიტომ ცოტა ის მაგრამ ანუ როცა ესეთ მდგომარეობაში ხარ და პოულობ გამოსავალს, ესე იგი ხო, მაგას თავისი მუღამია ესე იგი მაგარი ხარ. და პატრიოტიზმის თემაც არის ახლა ჩემთვის რა პირადად რა. კი, რა თქმა უნდა. სულ ყოველთვის მაგას ვიძახავ, როცა ადამიანებს აქვს საშუალება რაღაცა, ვიცი, მწვერვალებს მიაღწევენ ბევრი ფული იშოვონ და ნებისმიერ ქვეყანაში ხა აი ამ ეკოსისტემაში ვინც არის მეტნაკლებად ყველა შეუულია, ხო? სხვა ქვეყანაში ბევრად წარმატებულები იყვნენ, ვიდრე საქართველოს შეიძლება არიან რა და აქ რო რჩებიან და აკეთებენ, ეგ არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რა. ვიღაცამ ხომ უნდა აკეთოს რა. რაღაც გამოცდილებას ქმნი ხა შენ, რომელსაც მე სხვა ადამიანები გაიზიარებენ, ხო? მინიმუმ შენ რო რაღაცა პირველი გზა გაკვალე რაღაც მომენტში. ჩემთვის ან სხვა ადამიანისთვის ეგ უფრო მარტივი ხდება უკვე, იმიტომ რომ ნდობაც გაჩნდა ხა შენ არდის შემთხვევაში ახსენე, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ქართულ კომპანიებში და ისე კომპანიებში ნდობის მომენტი. ხო და ეგ როგორი იყო გარდის შემთხვევაში თქვი რომ გარისკეს და ძალიან მაგარია რომ რისკიანი კომპანიებიც არსებობენ რომელიც თანამედროვე რაღაც განახლებებს და სიახლეებს არ ჩამორჩებიან ხოლმე და ნუ ცდილობენ რომ ფეხი აუწყონ და ზოგადი სიტუაცია ბაზარზე როგორია არდის გამოკლებით მოკლედ ესე რომ ვთქვათ. ანუ ზოგადი სიტუაცია ბაზარზე არის ესეთი რომ ყველას ესმის რომ ანუ ეს გარდაუვალია რომ AI ყველას ჭირდება. უბრალოდ ჯერ არიციან საიდან უნდა დაიწყონ და ზოგადად მე ფაუნდერი ვარ და მე თვითონ ვაწარმოებ გაყიდვებს, ხვდები ყველა კლიენტს, ჩართული ვარ პროდუქტში. ჩვენ 7 კაციანი გუნდი გვყავს და პატარა გუნდი არის. შესაბამისად, ანუ მე ჩემი ამოცანა არის, რომ ანუ inspire and educate რა მოკლედ ვასწავლო, აუხსნა როგორ მუშაობს ეს და როგორღაც შთავაგონო რომ ეს, იმიტომ რომ ეს ტრანსფორმაცია არის ძირეული ბიზნესის ტრანსფორმაცია, წარმოუდგენელი არის რომ ეს გაკეთდეს. ან ყველა კომპანია ამას ვერ გაივლის. ყველა კომპანია AI ტრანსფორმაციას ვერ გაივლის, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული ცვლილებები არის საჭირო, როგორც მე ვთქვი, ანუ როგორც backend-ის ნაწილში, ანუ 3 ნაწილისგან შედგება რეალურად. როგორც backend-ში არის გასაკეთებელი რეალურად ცვლილებები, ასევე გასაკეთებელი არის ბიზნეს ლოგიკაში. და რაც უფრო დიდია კომპანია, მით რთულია, ხო? ხო, ანუ ბიზნეს პროცესები ზოგადად ანუ
AI არის ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის ინსტრუმენტი. შესაბამისად, ანუ ქაოსის ავტომატიზაციას რო ცდილობ, შედეგი ამას არ მოაქვს. ანუ შეიძლება დაალაგებული პროცესი და მერე უკვე ამ პროცესის მორგება AI-ზე, იმიტომ რომ AI სხვანაირად მუშაობს ვიდრე ადამიანი, ხო? განსხვავება არის და შესაბამისად AI-ს აქვს თავისი უპირატესობები, ადამიანს თავისი უპირატესობები, ხო? ამ ბიზნეს პროცესში. შესაბამისად, როცა ჩვენ ვაწყობთ ავტომატიზაციას, ამ პროცესის მცირე ცვლილებები, ხანდახან ცოტა უფრო დიდი ცვლილებები გვიწევს იმისთვის, რომ ეს იყოს მორგებული AI-ზე და AI-მ შეძლოს ამ პროცესის ავტომატიზირება, ხო? რაც შეიძლება უფრო მაღალი რეიტით. აქედან გამომდინარე, ანუ ბევრი კომპანია ვერ მოახდენს ამ ცვლილებებს, იმიტომ რომ ანუ მაგრამ ბევრი მოახდენს. მაგრამ ამას ჭირდება გაცილებით უფრო მეტი ძალისხმევა, ვიდრე ყველა ფიქრობს კომპანიის მხრიდან, იმიტომ რომ ზოგი ფიქრობს, რომ ახლა ჩვენ დავიქირავთ ვიღას ტიპებს და ისინი ყველაფერს გაგვიკეთებენ და ეს ისე არ მუშაობს. AI შემთხვევაში არ მუშაობს. აი, წეგონა ახსენე გარდაუვალიაო ეს პროცესები, რომ წავაო და მათ შორის ისეთი რთული რაღაცები ახსენე ხა, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ვინც იქიდან იყურება და იძახის, რომ აი შიში აქვს რაღაც კუთხით, რომ AI დაგვიპყრობს, AI რაღაცა, AI რა ჩატბოტი რაღაცა სიზავს, მაგრამ ხა შენ რაღაც ნათელი მაგალითი ახსენე, რომ თუ AI-ს რაღაცა თულად არ გადააქცევ და არ მოარგებ რაღაცა ხელსაწყოთ არ აქცევ, ხო? ამის ინტეგრაციაც საკმაოდ რთული პროცესი არის, ხო? ხო და აი გარდაულობასა და მომავალზე ვისაუბროთ. მოდი ამ ნაწილში, რომ როგორ წარმოვიდგენია დაახლოებით 10 წლის რეინჯი რო ავიღო, ძალიან შორს არ წავიდეთ. თუ გინდა 5 წლის იყოს, მოდი. უფრო მარტივია ალბათ, ხო? რა შეცვლის AI და ისე მძაფრად აფასებ და ისე ხო არ არის, შენ აზრით ხო არ არის ძალიან დაჰაიპებული. აი მოდი ეგეც ავხსნათ რა. ანუ იმ მოლოდინებს სადაც იძახიან ხოლმე მაგალითად რა ვიცი ილონ მასკი ყოველთვის თავის დროზე ლანძღავდა AI-ს და იძახდა რომ ამის ამდენი ვარო ხა თვითონ ცდილობს რომ გროკი და სხვა ისინი გამოვაგდო და აგვინთარებს იგივე მეტა იგივე OpenAI Google და სხვა DeepSeek ჩინური და რა ვიცი ბრიტანულია კიდე რაღაცები ხა ვეღარ ჩამოთვლი ყველა აღარ მახსოვს ზუსტად ბევრი პროდუქტია მოკლედ რა იგი კონკურენცია ძალიან მაღალია რაც კარგია იმიტომ რომ ეს ანვითარებს ბაზარს განვითარებაში გულისხმობ იმას, რომ მოდელები უფრო და უფრო იხვეწება და უფრო იაფდება, რაც ყველასთვის ხდება ხელმისაწვდომი და რაც ძალიან კარგია. რაც შეეხება მომავალს, ანუ მე ცოტა რთულად წარმომიდგენია, რომ 5 წელიწადში კომპანია დაიქირავებს ადამიანს, რომელიც ივლის ოფისში იმისთვის, რომ უბრალოდ ზარები განახორციელოს, იმეილები გააგზავნოს და არ ვიცი, რაღაც სისტემებში ინფორმაცია შეიყვანოს. ანუ ეგეთი ადამიანის დაქირავებას აზრი არ იქნება, იმიტომ რომ AI ამას ყველაფერს გააკეთებს, გაცილებით უფრო ჩქარა და იაფად და ანუ უკეთ და ყველაფრით. ანუ ყველა ეხლა იმეილებს მე საერთოდ აღარ ვწერ უკვე AI მიწერს ყველა იმეილს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი იქნება სრულიად ავტომატიზირებული და ზოგადად ყველა სტარტაპი ისევე როგორც ჩვენ მუშაობს იმაზე, რომ ეს რუტინული ტასკები ადამიანს უბრალოდ მოეხსნას. ამას ექნება ორი ასე რომ ვთქვათ შედეგი, ხო? ერთი მხრივ ადამიანები, რომლებიც ზოგადად და ისეთი ძალიან ბევრი არ არიან ორიენტირებული საკუთარ განვითარებაზე, ისინი უბრალოდ კიდევ უფრო გასარმაცდებიან, იმიტომ რომ არაფრის კეთება არ მოუწევ და ფული ექნებათ, იმიტომ რომ AI-ს და ავტომატიზაციის შედეგად ყველაფერი ისე გაიაფთება და ყველაფერი იქნება ისეთი ხელმისაწვდომი, რომ დიდად მუშაობაც არ მოგიწევს, ფული ექნება ისევე როგორც ეს მოხდა ინდუსტრიალური რევოლუციის დროს. რა მოხდა ინდუსტრიალური რევოლუციის დროს? დაინერგა ეს მანქანები, ჩანაცვლა ეს მუშახელი ავტომატიზაციის ქარხნებში და ასე შემდეგ და შედეგად ესე იგი მაშინ ლუდისტებიც იყვნენ რომელიც ამტრობდნენ ამ იმებს რა ქვია ქარხნებს იმიტომ რომ ხალხმა ელექტრობა რომ მოვიდა ხალხმა სამუშაო დაკარგა ეს მოკლევადიან პერსპექტივაში მაგრამ გრძელვადიანში მოხდა ის რომ იმისასაც რომ ყოველდღე დილიდან საღამომდე გემუშავა შენ დაიწყე მუშაობდი 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე ანუ ჩამოყალიბდა რაღაცა სამუშაო დრო ანუ უფრო ნაკლები დრო გიწევდა მუშაობა მერე გაიზარდა შემოსავალი გაიზარდა 400 ჯერ და გაიაფთა ხარი პროდუქტის ღირებულება 400 ჯერ გაიზარდა ადამიანების შემოსავლები ამ ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად რისი არსი იყო იგივე რაც მოხდება ახლა AI-ს უბრალოდ მაშინ რაც ისეთი ფიზიკური ის ჩანაცვლა ახლა უფრო ინტელექტუალური რაღაც რუტინული ტასკები ჩანაცვლდება AI-ით
შესაბამისად, ანუ ადამიანები, ვისაც არ მოუნდება მუშაობა, ყველანი გახდებიან რაღაცი. TikTok ინფლუენსერები ან არ ვიცი ვიღაცა, რაღაც არაფრის კეთება არ ჭირდება. ხალხი ყურებით გაერთობა, მაგაში ხო, აიღებენ ანუ ფულს. ჩვენ ალბათ ყველანი გავსუქდებით და გავხდებით რაღაც ისენი. მეორე მხრივ, ანუ გაიყოფა რა ძალიან სერიოზულად ის ადამიანები, ვინც ცდილობენ, რომ განვითარდნენ და რაღაცა განავითარონ ჩვენი ცივილიზაცია და წინ წაწიონ, ანუ ესეთი მიზნები აქვთ, აი ეგეთი დონის ადამიანებს, იმათ შეექმნება წარმოუდგენელი შესაძლებლობები, იმიტომ რომ ეს ტექნოლოგია გაძლევს სერიოზულ ძალიან ბერკეტს და ლევერეჯი გაქვს ისეთი, რომ ანუ დღეს რეალური არის, რომ ორმა თანადამფუძნებელმა შექმნას unicorn-ი. იმიტომ რომ ბევრი რაღაცის ავტომატიზაცია შესაძლებელია AI-ს გამოყენებით. ანუ AI კოდერი, ანუ კოდის წერა, ანუ ბევრი რაღაცის გაკეთება, რაც ადრე ჭირდება, რა ვიცი, 60 დეველოპერი და ეხლა ლავაბელია რომ გაჩნდა უცებ. ან პირდაპირ კოდში აკეთებ, რა ფრონტსაც გიკეთებს, UI-საც გიკეთებს, კოდსაც კი, ბექსაც და კი ბატონო, ახუტებს გამზადებულს ეგრე. 5 მილიონიანი, რა ვიცი, დაფინანსების სტარტაპი შეიძლება გააკეთო, რა ვიცი, ერთ თვეში $10,000 ერთმა ადამიანმა და ამუშაო ეს ყველაფერი, ხო? ანუ წარმოუდგენელი შესაძლებლობები გექმნება მინიმალური რესურსით. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ამ ეს ტექნოლოგია მოგვცეს ფანტასტიკურ შესაძლებლობებს იმისთვის, რომ კაცობრიობა განვითარდეს და სერიოზული რევოლუცია მოხდება. მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ პრობლემა იმაში კი არის, რომ ადამიანები დაკარგავენ სამსახურს. მე ცოტა სხვანაირად ვუყურებ ამას. მე ვფიქრობ, რომ პრობლემა არის ის, რომ ადამიანები აკეთებენ ძალიან მარტივი თასკებით აქვს დაკავებული დრო. ანუ ადამიანებმა უნდა გამოითავისუფლონ დრო იმისთვის, რომ უფრო სერიოზული მიზნებისთვის იმუშაონ და შემოქმედებით მხარეს განავითარონ. ანუ უფრო მაღალი დონის მიზნები დაისახონ. ანუ აბრაჰამ მასლოუს პირამიდა, ხო ვიცი, ანუ რეალურად აი უფრო მეტი დონე არის, მაგრამ 3 დონის რო გადავიტანოთ ეს მუშახელზე, 3 დონის ადამიანები არსებობენ. პირველი დონე არის უბრალოდ გადარჩენაზე ზრუნავენ, რაღაცა ხელფასი ქონდეთ, რომ საჭმელი და რაღაცა ეყოთ, ოჯახის შენახვა, ასე რომ ვთქვათ. მეორე დონე ეს არის რაღაც ავტორიტეტი მოიპოვონ, არ ვიცი, გახდე ჩოგბურთელი ჩემპიონი, სოფლიო ჩემპიონი, ანუ რა ვიცი, ჩვენთან რა ვიცი, ჯუდოისტები და ხო, სხვა სპორტსმენები არიან მაგვიმართულეთ, მაგრამ ესეც, ანუ ეს ეგეთი მიზნების დასახვა და ზოგადად ამ მიზნების მიღწევა ძალიან რთული არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ეტაპის გავლა გიწევს. და მესამე დონის არიან ტიპები, აი ილონ მასკი და ჯეფ ბეზოსი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ანუ ისეთი მიზნები აქვს, რომელსაც თვითონ ვერ მიაღწევენ, უბრალოდ მემკვიდრეობით უნდა გადასცენ, აი მაგალითად მარსზე წასვლა, მარსზე რაღაც დასახლება, become multiplanetary species და რაღაც, ანუ ხო, ანუ ისეთი რაღაცეები აქვს, ისეთი ამოცანები აქვს, რომელსაც თვითონ შეიძლება ვერ ისარგებლონ რა შედეგით. და შესაბამისად, აი ეს ადამიანები, ხო, ვისაც ძალიან მაღალი დონის მიზნები აქვთ, იმათ ექნება შესაძლებლობა, რომ გაცილებით უფრო ნაკლები ძალის მოვით, გაცილებით უფრო დიდ მიზნებს მიაღწიონ. და აი მე ვფიქრობ, რომ აი სხვა პლანეტებზე, რა ვიცი, მარსზე გადასახლება და ეგეთი რაღაცები გახდება გაცილებით უფრო მარტივი. 20-30 წელში ეს იქნება რაღაც ძალიან მარტივი ამოცანა. იგივე ლოგიკით არის, რომ კალკულატორის გამოყენება მათემატიკოსები არ გააზარა, მათ პირიქით უფრო მეტი გამოკვლევა, უფრო მეტი მიგნება, უფრო მეტი კვლევა გააკეთეს მოკლედ ამ კალკულატორის გამოყენებით, ხო? კი ბატონო, კი, ანუ ეს არის რა, ეს არის ინსტრუმენტი. ეს არის ინსტრუმენტი, რომლის გამოყენება არის სავალდებულო და აუცილებელი ყველგან. აი მე მაგალითად ჩემი შვილები დადიან სკოლაში, ხო და რო ეჩხუბებიან ChatGPT-ს რატო იყენებთო? მე ვთხარი აქე დავუსვი კითხვა, რატომ მასწავლეთ ის რაღაცას, რაზეც ChatGPT პასუხს გამცემს. ანუ რა აზრი აქვს ამას, მე თუ შემიძლია რომ ეს გავაკეთო ავტომატურად. მასწავლეთ ისეთი რაღაცა, რაშიც ChatGPT ვერ დამეხმარება, ხო? აი მაგაზე ის კალკულატორის მაგალითს მოვიღოთ. ზუსტად კალკულატორის მაგალითი. მასწავლებლები გეჩხუბებოდნენ ხოლმე რომ კალკულატორს ნუ იყენს, სუხუ არ გექნება თანო და ეხა ყველგან გაქვს ანუ მობილური და დაწყებული საათში მაქვს შაშილებული შიგნით და ხო, ზუსტად მაგიტომ შენ რომ მოიყვანე ეს კალკულატორის მაგალითი, ზუსტად ეს გამახსენდა. აი კალკულატორი არის, რაც იყო
30 წლის წინ, 40 წლის წინ იგივე არის ახლა ChatGPT ზუსტად. კი და 20 წლის წინ რო იყო ხოლმე, 20 წლის კი აი დიდი ხანი პერიოდი 2000-იანების მერე კომპიუტერი და ინგლისური თუ იცოდი, მოკლედ შენი იყო ის ყველაზე მაგარი სამსახური და შემდეგ და მათთვის ასე ვთქვათ, კაი ამბები მაინც არ არის. თუ არ აიძულებენ თავს თვითგანვითარებისკენ, ახალი უნარების შესწავლისკენ, პირიქით ეს რესურსაც უნდა აითვისონ, გარდაქმნან როგორც რესურსი და პირიქით საკუთარი თავის განვითარებასთან ერთად ფინანსური მდგომარეობას გაიუმჯობესონ, ხო? კი, მოკლევადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, ამას ექნება ნეგატიური შედეგი, ანუ ბევრი ადამიანი, ტაქსისტები გაქრებიან საერთოდ, გასაგებია, რომ ეს უპილოტო ავტომობილი რო შემოვა, ესე იგი ტაქსისტი აღარ ჭირდება, ხო? მაგრამ ანუ შენ თუ აკეთებ იმას, რომ აი წარმოიდგინე, შენ ხარ ადამიანი, ხო? გაქვს რაღაც წარმოუდგენელი არც ერთი ხელოვნური ინტელექტი, ვერც ერთი გენერაციული მოდელი ახლოსაც ვერ მოდის ადამიანის ინტელექტთან. ანუ ეს ჩვენ უნდა უბრალოდ დავიმახსოვროთ რა. ვერ მუშაობს ისე, ეს არის რეალურად ამას ეძახიან ხელოვნურ ინტელექტს, მაგრამ რეალურად ეს არის workaround-ი, რომელიც აგენერებს დაახლოებით ისეთივე შედეგს, რომელიც დაბალი დონის ინტელექტს შეუძლია რომ დააგენერიროს, ხო? აი მაგალითად, აი როგორ მუშაობს, ხო? აგენერირებს ყველაზე დიდი ალბათობით შემდეგ სიტყვას, აი ზოგიერთ ოფილა რომ გამოგიძახებენ დაფასთან მაგალითად და უბრალოდ დაგისვა მკითხოს და შენ მზად არ ხარ და იწყებ. აუ, ამ შემთხვევაში ხო, ალბათ ეს და ანუ ესე მუშაობს AI. ესე მუშაობს გენერაციული AI უბრალოდ იმხელა რაოდენობის მონაცემი არის ჩადებული და ისეთი დახვეწილი არის უკვე ეს ალგორითმი, რომელიც აგენერირებს ამ შემდეგ ტოკენს, რომ პასუხი არის ფანტასტიკური. მაგრამ რეალურად მუშაობს ზუსტად ისე. ადამიანის ინტელექტი ესე არ მუშაობს. შესაბამისად, ანუ ადამიანებმა ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩვენი ინტელექტის სრულყოფილი გამოყენება. და შევეშოთ ამ რაღაცა თუნდაც ფიზიკურ შრომას უაზრო, თუნდაც არაფრის მომცემ, ანუ არაფრის მომცემში გულისხმობ ისეთ საქმიანობას, რომელიც პიროვნულად და თვისებურად ვერ განვითარებს. ეს მოხდება, ანუ ევოლუციის მეშვეობით ეს არ მოხდება სწრაფად, მაგრამ პირველ ეტაპზე იქნება რაღაც ნეგატიური ფიდბექი უეჭველი. კი, მაგას მე მგონი ყველა ველით, იმიტომ რომ აგერ დეველოპერები, პროგრამისტები იყვნენ ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ანსხაურებადი შაშან. წელს უკვე კითხვით ნიშნის საერთაშორისო ჯუნიორები უკვე შაშანმე ჩანაცვლდნენ, იმიტომ რომ მარტივ ტასკინგზე უკვე იდეალურად ასრულებდნენ. წელს ესეთი განახლებები გამოვიდა, რომ შეიძლება მიდლის ძალიან თავისუფლად, ხო, ჩანაცვლო. მე არ ვიცი კოდი და მე ვწერ კოდს. კი, მე ძალიან აქტიურად ვიყენებ. შემიძლია OS აპლიკაცია დავწერო კოდით. ხო, აი ძალიან. თუმცა არ ვიცი, ანუ როგორ მუშაობს. ჩემს როგორც მარტო ადამიანის, რომელიც ბევრ საქმეს არის შეჭიდებული, იყო ნამდვილი აღმოჩენა. იმიტომ რომ ორ დღეს სადაც ხარჯავდი ხოლმე, რაც შემი არ არის და მენანებოდა ეგ დრო, რომ ამაში მეხარჯებოდა, მაგრამ გასაკეთებელი იყო. ეხლა შემიძლია 15 წუთი დავუთმო და ის ორი დღე მოვიხმარო იმაში, რომ მე რაღაცა დამატებითი ვისწავლო, განვითარდა, ახალი დავგეგმო თუნდაც და ძალიან ნაყოფიერად მადგება ხოლმე. მე მაინტერესებს რეალური საფრთხე რა არის ხა ამ ყველაფერს თუ აქვს საერთოდ ეგეთი საფრთხე რა შეიძლება იყოს ცოტა ანუ ჩემთვის ცოტა რთულია რა საფრთხეები შეიძლება გაჩნდეს მაგრამ მე რეალურად ფიქრობ რომ ანუ საფრთხეები AI-სთან დაკავშირებული არის ცოტა გაბერილი თემა რა თქმა უნდა AI-ის გამოყენება შესაძლებელია ანუ ნებისმიერი მიზნებით ხო რაღაც ფროდი მოატყო რაღაც deep fake-ები და ასე შემდეგ. ანუ აი ამ მიმართულებით მე ვფიქრობ, რომ საფრთხეები სერიოზული არსებობს, ანუ deep fake-ები, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ უკვე სოციალურ ქსელში რეალურად ადამიანებს, რომელიც აშკარა deep fake-ებს, თუმცა შესაძლებელი ისე deep fake-ების გაკეთება, რომ ერთ მიხვდები, რომ ეს აშკარა არის და ამ კუთხით სერიოზული საფრთხე გვაქვს. და ისიც აღვნიშნოთ, მან რომ სამწუხაროდ ხალხის უმრავლესობას საერთოდ არ შეუძლია გაარჩიოს AI ვიდეო, დღესაც კი ამ ვითარებაში, ამ მოცემულობაში, აი 12 თითი რო აქვს. ხანდახან მაგის გარჩევასაც ვერ ახერხებს, იმიტომ რომ ცოდნა არ აქვს რა ეგეც აღვნიშნოთ. განსაკუთრებით ჩვენ ქვეყანაში თქვა, ხა შეიძლება მსოფლიოში სხვადასხვაებული ვითარებაა, მაგრამ რასაც ვადენებ ხოლმე თვალს, დიდად რადიკალურად განსხვავებული არა ჩვენი ქვეყნის. ანუ ჩვენთან ვერ ვიტყვი რომ რაღაც უფრო ბრიყვი მოსახლეობა ხო, არა. რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ანუ რაც შეეხება პერსონალურ მონაცემებს, ანუ პირველი ანუ ბიომეტრიული მონაცემები, აქ რა თქმა უნდა სერიოზული საფრთხეები არსებობს, იმიტომ რომ არ ვიცი სადამდე მივა
მაგრამ აქ უბრალოდ ყველაფერი დამოკიდებულია როგორი ზრახვებით გამოიყენებენ AI-ს. რა თქმა უნდა, ჩვენ AI გაზრდილ შესაძლებლობას მოახდინო ნებისმიერი პროცესის ავტომატიზაცია, მათ შორის რაღაცა ცუდი პროცესების, მაგალითად ფროდის ან ისეთი რაღაცები შეიძლება მოიფიქრო, რომელიც იქნება სრულიად ახალი. აქ ბებოს თუ ურეკავს AI და ეუბნება რომ შენი შვილი ვარო და ჩამერიცხე 100 ლარი, ანუ ეს რეალური საფრთხე არის. თუმცა ამ საფრთხეს როგორ უნდა გაუმკლავდნენ, არც GDPR-ს, არც არავის არ აქვს ამაზე პასუხი. შესაძლოა როგორ გაუმკლავდება ამაზე მე პასუხი არ მინახავს ჯერ, ანუ როგორ გამოაშკარავენ ამ deepfake-ებს, არ ვიცი. და როგორ გამოუშკარებიათ. ხო, მაგასთან ბრძოლაზე მე სიტყვა არ გამიგია. ერთადერთი რასაც ისინი აკეთებენ, კომპანიები, რომლებიც AI-ს ნერგავენ, იმას რაღაც უზღუდავენ შესაძლებლობას, ანუ ჩვენ გვიზღუდავენ შესაძლებლობას, გვეუბნებიან რაღაცა რეგულაციები იქნება, თუმცა მე ვესაუბრე პირადი მონაცემის დაცვის სამსახურს და იქ რეალურად ანუ დოკუმენტების დონეზე არის, მაგრამ გამოყენების, ანუ ამ კანონის მკაცრი გამოყენების შესახებ გითხრეს, რომ ეს არ მოხდება, ანუ არანაირი ჯარიმები ჯერჯერობით არ იქნება, მაგრამ უბრალოდ ჩვენ შემოვიტანეთ ეს კანონი იმისთვის, რომ გქონდეს რეგულაცია. ფორმალურად მაინც, ხო? ანუ ფორმალურად, მაგრამ ფორმალურად ეს ყველაფერი, ანუ ეხლა ბოჭორიშვილის კლინიკასთან გავაფორმეთ კონტრაქტი, უბრალოდ აი სატელეფონო ცენტრის ავტომატიზაციაზე და იქ 14 გვერდიანი პირადი მონაცემების დაცვის შესახებ, ანუ ეს კონტრაქტი, compliance-ი ქონდა გაფორმებული, იმიტომ რომ პირადი მონაცემების და მე ვარ პირადი მონაცემების ოფიცერი, ოფიციალურად გაფორმებული ჩემს კომპანიაში. შესაბამისად, იმიტომ რომ ანუ პასუხისმგებლობა შენზეა, ანუ კონტრაქტის. ხო, ანუ მნიშვნელობა, ანუ მე გავერკვიე ამ ყველაფერში, ანუ თავისი მოთხოვნები არის, რომელიც არ არის რაღაც დრაკონული და არა შესრულებადი, ანუ რეალურია და არ მოითხოვენ რაღაც საშინელებებს, მაგრამ რაც შეეხება ანუ ეს არ არის რეალური გამოწვევა, იმიტომ რომ ანუ ჩვენ ვაკეთებთ ბიზნეს პროცესის ავტომატიზაციას. ანუ რა შეიძლება რომ იქ მოხდეს, ხო? ანუ მე ყოველთვის უსვამხმოვანია კითხვებს, აი იყო შეკრება USAID-ში, იყო შეხვედრა ამასთან დაკავშირებით და მე ყოველთვის ანუ უსვავდი კითხვას, რომ ანუ რეალური საფრთხე რა არის? აი როცა ჩვენ შენ როგორც კომპანია, რომელიც სისტემის ავტომატიზაციას ახდე, რა საფრთხე შეიძლება შექმნას? ხო, ანუ და არანაირი პასუხი ამ კითხვაზე არ მქონდა. დაჯგუფება რო იყო, რომელიც აი წეგანაც. ხო, ანუ რო შეეშალოს და რა ვიცი, ანუ და ოპერატორს რო შეეშალოს, ანუ შეცდომა, ანუ შესაძლებელია, მაგრამ ისეთ კრიტიკულ იმაზე არ 112-ში არ იმუშავებს AI, იმიტომ რომ ანუ იქ შეცდომა, ანუ ძალიან კრიტიკულია რა, იქ ადამიანმა უნდა იმუშაოს, იმიტომ რომ ძალიან რთული რაღაცები ხდება. მაგრამ როცა ადამიანი ითხოვს რომ დამიჯავშნე ექიმთან კონსულტაცია, იქ რა შეცდომა არასწორად ჩაეწერება, ანუ რა უნდა მოხდეს, ხო? ანუ თუმცა ჩვენი მიმართულება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ხო? ისინი არ განიხილავენ რაღაც მაღალ რისკიან მიმართულებას და ზოგადად ჩვენს მიმართ ძალიან ისე არიან განწყობილები, ანუ ამ მხრივ პრობლემა არ ქონია ჩვენ. მაგრამ რაც შეეხება რეალურ საფრთხებს, რომელიც მე ვახსენე, ხო? ანუ deepfake-ი, ანუ არა მხოლოდ ვიდეო, არამედ აუდიოც, ანუ ზარები და ასე შემდეგ. ანუ აქ საჭირო არის რაღაცა ინსტრუმენტების ამომცნობი რაღაც მექანიზმი, ხო? ხო, ანუ გამბოა ტრამპი და იტყვის, რომ აგერ რუსეთის წინააღმდეგ ვიწყებთ ატომური, რა ვიცი, შეტევას, ატომურ შეტევას პირობითად რა. ან ჩინეთის პრეზიდენტი გამბოა ვიღაცა, ხო, არ ვიცი, ანუ ხო, ანუ ეგ არ ამგონია რომ ვიღაცამ სერიოზულად აგიქვას, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ამ ყველაფრის გადამოწევა რთული არ არის. მაგრამ ანუ რაღაც საყოფა ცხოვრება დონეზე, ანუ რეალურია ამის გამოყენება და ანუ ზიანის მიყენება ადამიანებისთვის, ხო? და რაღაც პრანკები და რაღაცეები, ანუ მოკლედ, ყოველთვის არსებობს არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც ამ ტექნოლოგიას გამოიყენებენ რაღაც ცუდი მიზნებით. ნებისმიერს იყენებენ, ხო, ეს თეთრი ჰაკერი, შავი ჰაკერი რაღაც. კი ბატონო, ანუ ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენება არის შესაძლებელი და ამაზე, რა თქმა უნდა, თუ ამაზე იქნება საუბარი რაღაც დონეზე, მე სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს და მაქსიმალურად შევზღუდოთ რაღაც არაკეთილსინდისიერი გამოყენება ამ ტექნოლოგიის. თუმცა, რომ ამ ტექნოლოგიის გამოყენება გავრცელდება და გარდაუვალია, ეს ფაქტია. აი, მე მაინტერესებს, აი
სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებში რაც გვინახავს ხოლმე AI გაბოროტდება და შემოგვიწევს ბოლოს, ანუ მიხვდება, რომ ის არის უზენაესი არსება მსოფლიოში, ყველაზე განათლებული, ყველაზე ჭკვიანი და ადამიანები ხელს უშლით დედამიწას განვითარებაში. ან მოხდება ეგეთი რაღაც. ანუ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ AI-ს უკან იდგება ადამიანი, რომელიც ამას ბოროტად გამოიყენებს. ანუ აი 100% ჩემი ხედვაც ეგეთია რა, ანუ არ არსებობს AI-ს არ გააჩნია არც საკუთარი ნება და არც საკუთარი ემოცია. შესაბამისად, ძალიან რთულია რომ მას რაღაც გადაწყვეტილება ქონდეს თავისი ავტონომიური, თუ შენ ეს რაღაც არ გაუწერი, ან არ უბრძანე. კი, ანუ AI-ში ხო გაწერილი არის რა მიზნებისთვის არის შექმნილი ის. ანუ ამ მიზნებისგან რომ გადაუხვიოს და საკუთარი რაღაც პიროვნება რომ შეიქმნას, ეს ცოტა წარმოუდგენლად მიმაჩნია მე დღეს. დღეს ხო. თუმცა, ანუ აი ეს რომ მე რო თქვი ხო რომ ეს გენერაციული AI რეალურად არ არის AI. იმიტომ რომ ანუ ის აგენერირებს უბრალოდ დიდი ალბათობით ტოკენს, ხო? სიტყვას და წინადადებას და ასე შემდეგ. ან იმიჯს და ვიდეოს და ასე შემდეგ. ანუ პიქსელებს და ანუ ყველა ანუ იმ კონტენტის იმ ნაწილებს აგენერირებს ალგორითმის მიხედვით. აი მან ბარემ ვიტყვი რომ Photoshop პიქსელი ახლა ნახსენე მაგითო Photoshop ისაც 30 წელია პიქსელს ანუ AI-ს იყენებს, იმიტომ ეს პიქსელის დასკეილება, გადიდება და პატარავება, ეს პიქსელების გადამრავლება. მანდაც AI ლოგიკა იდო რა, იმიტომ რომ ხდებოდა ეს პიქსელი გვერდზე რომელი ფერის პიქსელი უდევს და გადიდების მომენტში ავტომატურად ამრავლებდა შესაბამისი გრადაციით ამ პიქსელებს. რო არ დაკარგულიყო, ხო? ხო. და შესაბამისად, ანუ რეალური ინტელექტი ადამიანის როგორ მუშაობს, ანუ რეალური ადამიანის ინტელექტი შედგება 4 კომპონენტისგან. პირველი ეს არის არასტრუქტურირებული მონაცემების აღქმა, რაც კომპიუტერს ძალიან უჭირს. ანუ აი მაგალითად ეხლა ჩვენ რო ავიღოთ ნებისმიერი ტელეფონი, ხო, მაღალი ხარისხის კამერით, ჩავრთოთ და მაგალითად მოდის, არ ვიცი, სპილო ან ავტომობილი მანქანა და გადაუვლის. ანუ კომპიუტერი ვერ გაიგებს, რომ ეს არის რაღაც ხიფათს წარმოადგენს, რაღაცა პრობლემა, ანუ ამ ინფორმაციას, რომელსაც იღებს ვიდეოს სახით, ამის ინტერპრეტაციას ვერ აკეთებს, ხო? შესაბამისად, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა ნებისმიერ ვირთხას, ანუ ნებისმიერ არსებას, ცოცხალ არსებას აქვს შესაძლებლობა, რომ ჯერ ერთი აღიქვას, ანუ აღქმისთვის მას აქვს თვალები, ყურები, ყნოსვის და სხვადასხვა შესაძლებლობები, ანუ სენსორული შესაძლებლობები, რომელსაც აქვს ცოცხალ არსებას, იმისთვის რომ აღიქვას რა ხდება ირგვლივ, ხო? მეორე ნაწილი ეს არის ინტერპრეტაცია, ანუ მე ეს ინფორმაცია მივიღე და ანუ ადამიანები ცხოველების ამ ინტელექტს იყენებდნენ, აი მაგალითად ძაღლებს აქვთ ყნოსვის რაღაც წარმოუდგენელი ტალანტი, ხო? ანუ შესაძლებლობა ჯერ ერთი შორს გაეგონ და მე ინტერპრეტაცია მოახდინონ ზუსტი, ანუ რა არის ეს, ხო? შემდეგი ნაწილი ეს არის უკვე დამოკიდებული უკვე შენს მიზანზე, ანუ ეს ინფორმაცია შენ მიიღე, ინტერპრეტაცია მოახდინე, ანუ რა მიზნისთვის იყენებ და რა სვლას აკეთებ, ანუ შენი ქმედება. აი ეს სამი ნაწილი, ეხლა წარმოიდგინე რომ მაგალითად ჩვენ AI შევუერთოთ, AI გახდება როგორც ადამიანი. AI-ს ექნება წტომა ყველაფერზე. ყველა, ანუ რა ვიცი, კამერაზე, ყველა აუდიოზე, ანუ სად რა სუნი არის, ანუ ყველაფერში. ხო, ყველაფერი იცის, ყველაფერი ესმის, ყველაფერს ხედავს. მერე მას აქვს შესაძლებლობა ამ ყველაფრის ინტერპრეტაცია მოახდინოს. მერე მას აქვს შესაძლებლობა სცენარი დააგენერიროს, რა სცენარით გამოიყენოს ეს და მერე რა ვიცი, მიბმულია ყველაფერზე, გინდა ექსკავატორზე, გინდა თვითფრინავებზე, რომელიც დაფრინავენ, ყველაფერზე არის მიბმული. ანუ წარმოიდგინე რა ვიცი 2327 წელი ადამიანი ჯდება თვითფრინავში, აპირებს წასვლას არ ვიცი მონაკოში და მერე ეს აცხადებს რომ ანუ მე სცენარები ყველაფერი დავითვალე და ჯობია რომ თქვენ გაფრინდეთ არ ვიცი იმაში რა ქვია მიანმაში, რანგუნში. თქვენთვის ყველასთვის უფრო კარგი იქნება. ანუ რაღაცა მსგავსი, ანუ შესაბამისად, ანუ ეს რომ მოხდება, ეს იქნება რეალური AI და ამისთვის რა ვიცი 150-50 წელი დაგჭირდება. და ტექნოლოგიაც მე მგონი რომ შეუწყოს ეს იქნება სხვა ტექნოლოგია. ხო, სხვა ტექნოლოგია და რა ისაც ჩვენ ახლა ვიცით, ხო, რას აგენერირებს უბრალოდ შემდეგ ყველაზე დიდი ალბათობით მომდევნო ტოკენს. ხო, ძალიან საინტერესოა. ირაკლი deepfake-ი და რაღაცები ახსენე შენ. ხო. და ახლა შენ ახალ პროდუქტამდე მოვედით აქ რა. პირდაპირ deepfake-ი რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ ძალიან საინტერესო პროდუქტია და ეს რაღაცა ერთგვარი
როგორც პროდუქტი და მარკეტინგული ნაწილი ესე უყურებ, თუ უბრალოდ რაღაც გასართობი, რომ აი ნახე რა კაი რაღაცის გაკეთება, ანუ როგორი ხედვა გაქვთ მოკლედ ამ კი, კი. კონტენტთან დაკავშირებით. კი, ანუ ჩვენ დავიწყეთ ესე იგი პოდკასტი, იმიტომ რომ ყველა პოდკასტერობს ახლა და ანუ ჩვენც ვიფიქრეთ რომ უნდა დავიწყოთ პოდკასტერობა, მაგრამ პოდკასტერობა დავიწყეთ AI-ს გამოყენებით. და დიდებული ადამიანები გააჩინეთ პოდკასტში, ხო? კი, კი, ანუ ყველა საამაყო ქართველები მოკლედ რა. ილია და ვაჟა ბატონო ვაჟა, თუ შეამჩნიეთ რა ამბავია ჩემს გამზირზე. საათია, ვუყურებ ამ გაუთავებელ რიგს. ეს რკინისეტლები ერთმანეთს ასე მიჯრით რომ მიხვებიან. თითქოს მტერს მისდევდნენ და არა საკუთარ საქმეს. ილია ბატონო, ქვენს გამზირს რა უჭირს? ჩემსაზე რომ გამოიხედოთ, კაციშვილს ნაბიჯი ვერ გადაუდგამს ისეთი ამბავია. მოკლედ თემა პოდკასტის ანუ ჯერჯერობით ანუ არ იქნება რაღაც გრძელი ფორმატი, ანუ 2 წუთნახევრიანი დაახლოებით, ანუ rilsების ფორმატში, სადაც ილია და ვაჟა საუბრობენ თანამედროვე გამოწვევებზე, ხო? ანუ ახლა გამოვუშვით ინფლუენსერებზე 90 წუთიანი rilsი, შემდგომ ვაპირებთ გამოშვებას, ანუ დეითინგზე, დეითინგ აპებზე, Tinder-ზე და ასე შემდეგ, fast food-ზე, ანუ Glow's Courier, ანუ ბევრი რაღაცა იქნება საინტერესო და ანუ და AI გვეხმარება იმაში, რომ დააგენოს მათი იდეები, მათი background-ი გამომდინარე, როგორი დამოკიდებულება ექნებოდათ მათ და მათი იდეები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, ხო? ცოტა სახალისო ფორმატში იქნება არასერიოზულში. ნუ ნახოთ, მოკლედ ჯერჯერობით 3 ეპიზოდი გამოვუშვით მხოლოდ. ჩვენთვის უფრო მარკეტინგული მიმართულებით არის ეს, იმიტომ რომ უჭირდება რომ გავზარდოთ ცნობადობა. და ასევე რა თქმა უნდა ილია და ვაჟა ისაუბრებენ ხელოვნურ ინტელექტზეც, რაც იქნება უფრო ჩვენი პროდუქტის ნაწილი და ჩვენი პროდუქტის ასე ვთქვათ რეკლამა, რომელსაც ისინი გაგვიკეთებენ. იმედია ვარს არ გეტყვიან. ძალიან მაგარი წარმომიდგენია ხა რომ ილიას და ვაჟას რეალურად ელაპარაკათ AI-ზე. აი მაგათი ხედვა რაღაცა და დამუშავება როგორ გააკეთეთ, ანუ მათი ხელნაწერებით და ლიტერატურული სამეთყველო ენით და შემდეგ მათი ლიტერატურა რაც არის ყველაფერი ვაჭამეთ, ასე რომ ვთქვათ. AI-ს გავწვენით ამ მონაცემებზე და ამაზე დაყრდნობით, ესე იგი ვაგენერებთ სცენარებს ამ საუბრების. მე როუსმენდი აი ეს იუმორის ნაწილიც აი ძალიან მეცნო და მათ შორის სალაპარაკო აი სიტყვების გამოყენება რაღაც მომენტებში რაღაცა ძალიან ისეთი ავთენტური იყო რა და მეთქი რა ძალიან მაგარია. რაღაცა პირველი მომხიბლელობა იქ იყო ჩემთვის რა. ხოლო ალბათ ეგიც არის ერთ-ერთი თავი AI-ის კარგი დადებითი თვისება, რომ სადაც შეგვიძლია ჩვენ ილია და ვაჟა აგერ გავაცოცხლოთ და პოდკასტი გავაკეთებინოთ, იქ ბევრი ადამიანისთვის შეიძლება ბევრი საინტერესო ისტორიული ფიგურა და შემდეგ თუნდაც საგამართლო ჭრილშიც რომ ვისაუბროთ შეიძლება სკოლებში, რავი, დავით აღმაშენებელი, ვახტანგ გორგასალი და ნუ რაღაცა ისტორია ასწავლო, აი ეს პირდაპირ ჰოლოგრამულად ამ VR-ში ან შემდეგ უკვე გაცოცხლებულ 3D-ში დამუშავებულ მოდელზე. ეს რეალობა. ბევრად საინტერესოს გახდება სწავლის პროცესშიც და ყველა მიცის რომ ვიზუალური ელემენტები როცა ემატება სწავლის ნაწილს, უფრო და უფრო იმას უფრო მარტივდება, ასე ვთქვათ, ეს კომუნიკაციაც და დამახსოვრების ნაწილიც რა. ანუ განათლებაშიც მე ძალიან ვხედავ AI-ის როლს მომავალში განსაკუთრებით. კი, ანუ ეს გარდაუვალია, იმიტომ რომ ბავშვებისთვის ეს იქნება ძალიან სახალისო ფორმატი, არ მოგიწევს დაფაზე ეს ყურება რაღაც წარწერების და ინტერაქცია გექნება რეალური ამ ისტორიულ ფიგურებთან, რაც ანუ წარმოუდგენელია. და მე ასევე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება მაგალითად მშობლების digital რაღაც სამახსოვრო კოპიების გაკეთება, რომ აი მე მაგალითად ძალიან გამიხარდა მამაჩემს რომ დაველაპარაკე რაღაცა პრობლემა რო გაქვს და რომ დაელაპარაკები მისი ხმით რო გიპასუხებს ეს ძალიან მაგარია და მე ვფიქრობ რომ ესეც საინტერესო ადამიანის კოპიოები წავა რა თქმა უნდა მეც რომ აი ეს personal AI იყო რაღაც თუ რაღაც ეგეთი და ვფიქრობდი რომ მე ჩემი იმას გამეკეთებინა ჩემი აკაუნტი ჩემი გვერდი და ჩემს შესახებ რაღაცები გამეზიარებინა პირობითად რომ დღეიდან სიცხვის ბოლომდე ჩემი ყოველ როგორც დღიურში იწერე
პრინციპში, იგივე დღიური digital დღიური და ინტერაქციული. და შენი ხმით და შენი გამოსახულებით რო ილაპარაკე. კი, და ეს რაღაცნაირად აი ეს გავაკეთეთ ილიას და ვაჟას შემთხვევაში დაახლოებით. კი, დარჩება ისტორიას პირობითად რა. ახლა არ ვიცი ვისაც შეიძლება გამოაგეს მომავალში, ანუ მაგრამ შვილებს მინიმუმ. ანუ რაღაცა, რა ვიცი, თუნდაც 10000 წლის მერე ვიღაცებმა ნახა რომ ცივილიზაცია ამ დროში ესეთი იყო. და ჩვენ მაგის ფუფუნება არ გვაქვს ეხლა და ვიცით მხოლოდ ისტორიული აღწერებისგან, ხო და? ხო, ანუ რეალური როგორი იყო ეს არ ვიცი. იმიტომ რომ მითები ხო ძალიან ბევრია რომ რაღაცა დავით აღმაშენებელი 2 მეტრიანები, რაღაც 3 მეტრიანი ხმლებით და ამჟამად რა თქმა უნდა ეხლა ქართული დიდება ეხლა მეფეებს ნამდვილად არ ეგრეა, განდიდება ყოველს განდიდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან მაგარი იქნება და რეალურად აი ხა როგორ ჩვენ ვისაუბრეთ, ეგეთი საუბრის საშუალება გქონოდა და მე მგონია რომ ანუ ეს უკვე რეალური, ამის გაკეთება უკვე რეალურია. კი. უდესი მადლობა ირაკლი, ძალიან საინტერესო რაღაცები გავიგე. მე მგონია რომ კიდე ერთი ეპიზოდი უნდა ჩავწეროთ მე რა გასაშლელად თემების, იმიტომ რომ მეც უფრო მეტად მომზადებული დაგვხდები შემდეგზე. კარგად გავტესტავ ახალ ტექნოლოგიებს, შენს rilsებსაც და პოდკასტებსაც დაველოდები, თვალყურს ვადევნებ აუცილებლად ის სამივე ნანახი მაქვს. და შემდეგსაც რაც ახსენე უკვე, ხო? მე მგონია ერთ-ერთი იმასაც აუცილებლად უყურებ და ნახოთ ხალხსაც მაყურებელსაც რა ემოცია უკავშირი ექნება, აუცილებლად დაწერეთ მეგობრებო კითხვები თუ გექნებათ რაღაცა. ერთ-ერთი მაგალითი და მითება ალბათ რაც არის რომ აუცილებლად აუწყეთ ტექნოლოგიებს ხელი, ფეხი რა ყველაფერი აბსოლუტურად, იმიტომ რომ ნიშნავენია რომ თქვენ ადამიანები და ჩვენ ადამიანები ერთად მუდმივად ვიყავთ ორიენტირებული განვითარებაზე და ის რაღაცა კომპონენტები რომლებიც ხელს გვიშლით განვითარებაში რუტინული საქმიანობა იქნება ეს თუ ფიქრი რაღაცა ისეთ არასაინტერესო რაღაცებზე მოიშოროთ და ეს რა თქმა უნდა დროის საკითხია, იმიტომ რომ აგერ ხელოვნური ინტელექტთან ერთად ვითარდება რობოტებიც და რობოტებში ინტეგრირებული AI-ც კიდევ უფრო მეტ ფიზიკურ საქმიანობასაც ჩამოგვაშორებს მომავალში. კი, მთავარია არ გასუხდეთ, აუცილებლად მიყევით ჯანსაღი ცხოვრების წესს და ანუ გამოიყენეთ AI ავტომატიზაციისთვის, მაგრამ ჯანმრთელობაც მნიშვნელოვანია. მოგეთ, აუცილებელია ჯანსაღი და რუტინა. ფასტინგი. ფასტინგი, ხო? ნახოთ. უდესი მადლობა. მადლობა შენ, მადლობა მოწვევის